მოგესალმებით. 1971 წელს თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც 93 ადამიანი იმყოფებოდა, ამაზონის თავზე გადაფრენისას მეხი მოხდა. მეხმა დააზიანა თვითმფრინავის ფრთა და ის ტროპიკულ ტყეში ჩავარდა. მომენტალურად მასშტაბური სამძებრო სამუშაოები გამოცხადდა. თუმცა ყველაფერს ართულებდა წვიმების სეზონი, რაც ამაზონის ჯუნგლებში საკმაოდ ხანგრძლივია. თვითმფრინავის ნამსხვრევები სრულად დაფარა წყალმა და ტალახმა. შესაბამისად, მაშველებს იმედები გადაეწურათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველა მგზავრი დაიხოცა, თუმცა მწარեցდებოდნენ. ერთადერთი მგზავრი, 17 წლის გოგონა გადაურჩა ამ საშინელ ავიაკატასტროფას. მისი ისტორია ნამდვილად შთამბეჭდავია და მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ბოლომდე ადამიანმა. დღევანდელ ვიდეოში საინტერესო გადარჩენის ისტორიებს მოგიყვებით, ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. დასაწყისში კი შეგახსენებთ, რომ თუ კი ეს ჯერ არ გაქვთ გაკეთებული, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ასევე წინასწარ დაალაიქეთ ეს ვიდეო, რომ ბოლოს არ დაგავიწყდეთ. დავიწყოთ. თვითმფრინავმა საშინელი მსხვერპლა განიცადა. 92 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა 17 წლის იულიანა კიოპკე, რომელიც გერმანიიდან იყო, სასწაულებრივად გადაურჩა ავიაკატასტროფას. გოგონამ თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან 12 საათში გაიღვიძა. გარშემო ყველაფერი დამსხვრეული იყო და ადამიანების გვამები ეყარა. გოგონა სკამზე იყო მიბმული ღვედით. როგორღაც მოიხსნა ღვედი და საკუთარი სხეულის შემოწმება დაიწყო. როცა მიხვდა, რომ სერიოზული ტრავმა არ ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო იქნებოდა, შვებით ამოისუნთქა. თუმცა და ლავიწი ძალიან ტკიოდა. მან დაკარგა სათვალე, რომლის გარეშეც პრაქტიკულად ბრმა იყო. ის ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა. წინასწარ ჯერ ფეხსაცმელს აგდებდა წინ და შემდეგ დგამდა ნაბიჯს, რომ წყალში ან ჭაობში არ ჩავარდნილიყო. ეს ყოველივე ძალიან ანელებდა მის მოძრაობას, მაგრამ ამავდროულად იცავდა შხამიანი ქვეწარმავლებისგან. იულიანამ პირველ რიგში მდინარემდე მიაღწია. ის ჭამდა ყველაფერს, რასაც ხვდებოდა ტყეში და რაც მისთვის ნაცნობი იყო. მთელი 9 დღე ის თავის გადარჩენას ცდილობდა. თუმცა ძალიან მალე სასწაული მოხდა და ის მონადირეებმა აღმოაჩინეს. აი რას წერდა იულიანა ამ მომენტის შესახებ. 1972 წლის 2 იანვარი. ანგელოზების ხმა გაისმა, მაგრამ ეს უკვე ადამიანების ხმები იყო, რომლებმაც შემთხვევით აღმომაჩინეს. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ეს იყო წარმოუდგენელი დამთხოვა, რადგან მონადირეები ამ მარშრუტს ყოველ 3 კვირაში ერთხელ გადიოდნენ. ამ დღეს კი არ აპირებდნენ ამ გზით გავლას, უბრალოდ გამიმართლა. იულიანას შემთხვევა მართლაც გასაოცარია. მან ბოლო ძალებით იბრძოლა გადარჩენისთვის და შესაბამისი დასასრულიც ჰქონდა მის ამბავს. თუმცა ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც მის შემთხვევაში მოხდა. შეიძლება ჯუნგლებში და უკაცრიელ ადგილზე დაკარგული ადამიანი მალე ვერ იპოვონ და წლები გაატაროს მან ადამიანებისგან ძალიან შორს. მაგრამ ჯონან სებუნის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჯონანი უგანდაში ცხოვრობდა. 4 წელს ასაკში შეესწრო მშობლების ჯგუფს, რომელიც ძალიან მალე სისასტიკეში გადაიზარდა მამის მხრიდან. შეშინებული ბავშვი ტყეში გაიქცა, სადაც ძალიან დიდხანს დარჩენა მოუწია. ის იმდენი ხანი იყო დაკარგული, რომ ბევრი მას უკვე მკვდრად თვლიდა. მაგრამ 3 წლის შემდეგ სოფლიდან ერთი ქალი წავიდა ტყეში, რა დროსაც უცნაური მაიმუნი შეამჩნია. მაიმუნი ორფეხზე იდგა. ახლოს მისულმა ნახა, რომ ის მაიმუნი კი არა ბავშვი იყო. ჯონან სებუნი, რომელიც 3 წლის წინ გაიქცა სახლიდან და მთელი ეს დრო ჯუნგლებში ცხოვრობდა. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ მაიმუნებმა ის მიიღეს და საკუთარი შვილივით გაზარდეს. შესაბამისად, ბავშვის დგომა, ჩვევები და ნებისმიერი მოქმედება მაიმუნის ქცევებს გავდა. ამიტომაც გაუჭირდა ქალს თავიდან მისი ამოცნობა. სებუნი 4-ზე დადიოდა, მაიმუნის მსგავს ხმებს გამოსცემდა და იდეალურად დაცოცავდა ხეებზე. ის ჩვეულებრივი მაუგლი იყო. როდესაც ადამიანებმა ბიჭი ჯუნგლებიდან წამოიყვანეს, მას არ შეეძლო იმ საკვების ჭამა, რასაც ადამიანები მიირთმევდნენ. იკვებებოდა ფესვებით, თხილეულით და ხილით. სოფელში დაბრუნება მისთვის რთული აღმოჩნდა. ძალიან რთული იყო ადამიანებთან ცხოვრება. ის უკვე ცხოველი იყო, რომელსაც არაფერი აღარ ჰქონდა საერთო ადამიანებთან. თუმცა ხანგრძლივი სწავლისა და მუშაობის შედეგად ის დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. წლების შემდეგ ის ყვებოდა თუ როგორ გაზარდეს მაიმუნებმა, როგორ ასწავლიდნენ ნადირობას, თავის გადარჩენას და ხეზე ასვლას. ეს ყოველივე გასაოცარი იყო. ბიჭს იდეალურად ესმოდა მაიმუნების ენა. ბიჭი ბუნებამ საოცარი ხმით და სმენითაც დააჯილდოვა. ჯონი გაიზარდა და მომღერალი გახდა. ახლა კი აფრიკულ მომღერალთა გუნდთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე დადის. მას დღესაც სძულს ცხელი კერძები და ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით იკვებება. ჩვენი შემდეგი ისტორია ჯონან სებუნის ისტორიის მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. 1954 წელს ბრიტანელი მარინა ჩაპმანი სოფლიდან მოიტაცეს. როგორც მოგვიანებით თავად გოგონა ყვებოდა, ის გამტაცებლებმა კოლუმბიის ტყეში დატოვეს და წავიდნენ.
ის სრულ წყუდიათში აღმოჩნდა, უღრანი ტყე და არანაირი ადამიანის კვალი. ასე გრძელდებოდა ეს ყოველივე თითქმის მთელი 5 წლის განმავლობაში. მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს ის მონადირეებმა. მარინასთვის რთული აღმოჩნდა საზოგადოებაში დაბრუნება. მას ყველაფრის თავიდან სწავლა მოუწია, მაგრამ მოგვიანებით უკვე მოყვა თუ რა გადახდა თავს. ის ამბობდა, რომ კენკრით, ბანანებით და სხვადასხვა მცენარეებით იკვებებოდა. ხის ქვეშ ეძინა და მაიმუნებით 4-ზე გადაადგილდებოდა. მაიმუნებთან ურთიერთობით კი მან ბევრი რამ ისწავლა. იცოდა ხეზე ასვლა, საკვების მოპოვება და საფრთხისგან თავის არიდება. ბევრი ადამიანი მის ისტორიას გამოგონილ ისტორიად თვლიდა, თუმცა მეცნიერებმა და ექსპერტებმა არაერთი კვლევის შედეგად დაადგინეს თუ როგორ ცხოვრობდა გოგო რეალურად უკაცრიელ ადგილზე ცხოველებთან ერთად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკვე ასაკში მყოფი მარინა იდეალურად დაცოცავს ხეებზე და მას ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით ბევრად უფრო განვითარებული აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტები. რაც შეეხება ჩვენს შემდეგ ისტორიას, აქ ეჭვი უკვე არავის ეპარება. რადგანაც ბიჭი სახელად შამდეო 1972 წელს იპოვეს ინდოეთის ჯუნგლებში გლებთან ერთად. ის იმ დროს 4 წლის იყო. დაუჯერებელია, მაგრამ გლებმა ის მიიღეს და ზრდიდნენ როგორც საკუთარ ხროვის წევრს. ბიჭის გარეგნობა ძალიან განსხვავებული იყო, მას კბილებიც კი მგელივით ჰქონდა განვითარებული. როგორც ჩანს, ბიჭი ჯუნგლებში დაიბადა და გაჩენის დღიდან იქ იზრდებოდა. ადამიანებმა, ვინც აღმოაჩინა, თქვეს, რომ ბიჭი იდეალურად ნადირობდა გარეულ ქათამზე შიშველი ხელით. მისი სისხლის მიმოქცევაც კი განსხვავდებოდა ადამიანის სისხლის მიმოქცევისგან. ამის შესწავლას ექსპერტებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ის მგლებთან ერთად თავისუფლად ცხოვრობდა და მას ხროვის ნაწილად მიიჩნევდნენ. საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ ძალიან რთული იყო მისთვის ადამიანებთან ცხოვრება. მან ვერ შეძლო ენის სწავლა. სიცოცხლის ბოლომდე ჟესტების ენით საუბრობდა. ბავშვისთვის იმდენად რთული გადასატანი აღმოჩნდა მგლების ხროვიდან წამოსვლა, რომ 13 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ვერ შეეგუა ადამიანურ ცხოვრებას. ალბათ მისი ხროვიდან წამოყვანა ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ბიჭი მგლებთან რომ ცხოვრობდა, ეს გავიგეთ, თუმცა ინტერნეტში ვაწყდებით კიდევ ერთ ისტორიას. ამჯერად გოგონაზე, რომელიც მგლებთან გაიზარდა, მაგრამ ამ ისტორიის შესახებ ბევრი რამ ბუნდოვანია. ამიტომაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით ის სიმართლეა თუ არა. 1845 წელს მექსიკაში ერთ-ერთ სოფელთან ახლოს მოსახლეობამ შეამჩნია მგლების ხროვა, რომელიც სანადიროდ იყო გამოსული. ერთ-ერთი მგელი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა მგლებისგან. როდესაც მოსახლეობა კარგად დააკვირდა მას, აღმოაჩინეს, რომ ის ბავშვი იყო, გოგონა, რომელიც მგლებთან ერთად ესხმოდა თავს სოფელს. გოგონა 4-ზე დადიოდა, ღრიალებდა და ცდილობდა ქათმების დაჭერას. როგორც კი ადამიანებმა მისი დაჭერას სცადეს, ხროვა გაიფანტა, მაგრამ გავიდა 1 წელი და ხროვა ისევ დაესხა თავს სოფელს. შუაღამით დაგებულ ხაფანგში გოგონა გაება და ის დაიჭირეს. გოგონას ფრჩხილები კლანჭებს უგავდა, ხოლო კბილები ეშვებივით ჰქონდა გაზრდილი. დაჭერისას გოგო ცდილობდა გათავისუფლებას და საბოლოოდ მან თოკები გადაღრღნა და გაიქცა. მაგრამ ამ სოფლისთვის მას და მის ხროვას არ დაუნებებია თავი. ისინი პერიოდულად თავს ესხმოდნენ ფერმებს. როგორც მოსახლეობა ამბობდა, გოგო მგლების ხროვას ხელმძღვანელობდა და მას ემორჩილებოდნენ მგლები. შემდეგი გოგონას ამბავი ბევრად უფრო ნისლით მოცულია. არავინ იცის სინამდვილეში ვინ ზრდიდა მას ველურ ბუნებაში ან საერთოდ როგორ ცხოვრობდა. საუბარია გოგონაზე, რომელიც 2007 წელს კამბოჯაში იპოვეს. მისი აღმოჩენა სრული შემთხვევითობა იყო. გოგონა ტყეში შემხვედრ ადამიანებს აშინებდა და ველური ცხოველივით იქცეოდა. შესაბამისად ის სოფლიდან მამაკაცებმა დაიჭირეს და სახლში წამოიყვანეს. გოგონას არ შეეძლო წელში გამართული სიარული. ის 4-ზე გადაადგილდებოდა, არ შეეძლო საუბარ და შემზარავ ხმებს გამოსცემდა. ეს ამბავი მალევე გავრცელდა მთელს ქვეყანაში და გამოძიებაც დაიწყო. რამდენიმე თვეში დადგინდა, რომ ეს ვიეტნამელი გოგონა ყოფილა, რომელიც 18 წლის წინ გაუჩინარდა. გოგონა მისმა მშობლებმა წაიყვანეს სახლში. მას ძალიან უჭირდა სოციალიზაცია, თუმცა ნელ-ნელა ამას ის ახერხებდა. ეს პროცესი ძალიან რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. გოგოს არ შეეძლო საუბარი, თვალებში ვერ უყურებდა ადამიანებს და საქათმეში ეძინა. შეშინებული რამდენჯერმე ისევ გაიქცა ტყეში, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დაბრუნდა. საბოლოოდ სოციალიზაცია მან მაინც ვერ შეძლო. ბოლომდე ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი დარჩა. მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობდნენ, ამ ამბავს ისე არ გვიყვებოდნენ, როგორც სინამდვილეში იყო. ბევრის აზრით ის არ ცხოვრობდა ტყეში. ის მონად გაყიდეს და მთელი 18 წელი მონობაში გაატარა, ხოლო როგორღაც შეძლო და გამოიქცა. ამას მოწმობდა მისი ფსიქოლოგიური ტრავმაც. მას არ შეეძლო არც ერთი ადამიანისთვის თვალის გასწორება. შესაძლოა ის წლების მანძილზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ყოველივე ამის მიუხედავად გოგონა გადარჩა და დღეს უსაფრთხოდ ცხოვრობს მშობლებთან.
როგორც ჩვენი ვიდეოს დასაწყისში, ახლაც გადავინაცვლოთ ამაზონის ჯუნგლებში, სადაც იოსი გინსბერგს დაუჯერებელი ამბავი გადახდა თავს. ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურების შემდეგ 1991 წელს ყოფილი პატიმრის ანდრი შარიერის ავტობიოგრაფიული წიგნით ფარვანა შთაგონებულმა გადაწყვიტა, რომ ემოგზაურა სამხრეთ ამერიკაში. გინსბერგი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, რათა მოეგროვებინა მოგზაურობის თანხა და გამოეკვლია ამაზონის ჯუნგლები. იოსი ჩავიდა ვენესუელაში და იქიდან ავტოსტოპით კოლუმბიაში. აქ იგი დაუმეგობრდა ამერიკელ ფოტოგრაფს კევინ გეილს და მასთან ერთად გაემგზავრა ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში. ლა-პასში იოსი დაითანხმა ავსტრიელმა გეოლოგმა კარლ რუპრეხტმა. გაყოლდა ექსპედიციაში ბოლივიის ამაზონიაში ოქროსა და ინდიელების სოფელ ტაკანას მოსაძებნად. აქ მათ შეუერთდა კევინ გეილის მეგობარი, შვეიცარიელი მასწავლებელი მარკუსი. 21 წლის იოსი და მისი ორი ახალი მეგობარი კარლ რუპრეხტთან ერთად ჩაფრინდნენ ქალაქ რურენაბაგში. ადგილობრივი მოსახლეობა აფრთხილებდა საფრთხის შემცველი მოგზაურობის შესახებ, თუმცა ჯგუფი მაინც გაემგზავრა ჯუნგლებში, მდინარე ბენის ხეობაში. ხელმძღვანელობდნენ რუპრეხტის შედგენილი რუკით და ჩერდებოდნენ სოფლებში მარაგის შესავსებად და მედიკამენტების ასაღებად. როდესაც საკვები გამოელიათ, დაიწყეს მაიმუნების ჭამა. ჯუნგლებში რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ მეგობრები მიხვდნენ, რომ რუპრეხტი ატყუებდა ოქროსა და ინდოეთის სოფლის შესახებ და იგი იყო ავსტრიელი კრიმინალი. ამის გამო ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა, რამაც მარშრუტის შეცვლა გამოიწვია. გეილმა და გინსბერგმა გადაწყვიტეს ტივის აშენება და მისი საშუალებით გზის გაგრძელება მდინარე ტუიჩიზე, ხოლო შემდეგ მდინარე ბენიზე. რადგან რუპრეხტმა არ იცოდა ცურო, მარკუსთან ერთად მდინარის გასწვრივ ფეხით აირჩია მოგზაურობა სოფელ ტაკანამდე. შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ აღდგომას ლა-პასში. მთის მდინარეზე გეილმა და გინსბერგმა ტივის მართვა ვერ შეძლოს და მხედველობის არიდან ერთმანეთი დაკარგეს. გეილმა გაცურა ნაპირზე, ხოლო იოსი დინებამ გაიტაცა. გეილი 4 დღე ეძებდა გინსბერგს, თუმცა დაიკარგა და 5 დღის შემდეგ იპოვეს ადგილობრივმა მეთევზეებმა. გინსბერგი 3 კვირა ცხოვრობდა ველურ ბუნებაში, სრულიად მარტო. საკვებად იყენებდა ყველაფერს, ისი ჭამად შეიძლებოდა: კენკრა, ხილი, ფრინველის კვერცხები, პირდაპირ ბუდეებიდან და 1000 რამ. 3 კვირის შემდეგ იოსი შეხვდა კევინს, რომელიც იოსის მოსაძებნად მოტორიანი ნავით ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად აუყო მდინარის დინებას. ჯუნგლებიდან დაბრუნების შემდეგ 3 თვე მკურნალობდა საავადმყოფოში. 2014 წელს გამოცხადდა, რომ აპირებდნენ იოსი გინსბერგის წიგნის „ჯუნგლები, გადარჩენის დაუჯერებელი და ნამდვილი ამბავი“ ეკრანიზაციას. ფილმი „ჯუნგლები“ ეკრანზე გამოვიდა 2017 წლის 17 ოქტომბერს. გადაღებები დაიწყო ფილმის გამოსვლიდან 6 თვით ადრე და მიმდინარეობდა კოლუმბიაში. იოსის როლი შეასრულა დენიელ რედკლიფმა. ძალიან კარგი ფილმია და შეგიძლიათ ნახოთ. როგორ ფიქრობთ, რა უფრო უარესია, ამაზონის ჯუნგლებში დაიკარგოს ადამიანი თუ შუაგულ ოკეანეში გაატაროს ძალიან დიდი დრო? ორივე საშინელებაა, მაგრამ ვფიქრობ, ოკეანე უფრო ცუდია. სწორედ ასეთი რამ გადაიტანა სტივენ კალაჰანმა. სტივენი ამერიკელი მწერალი იყო, სამხედრო საზღვაო არქიტექტორი და გამომგონებელი, თუმცა ის ცნობილი მხოლოდ ამით არ გამხდარა. სტივენმა 76 დღე გააძლო ატლანტის ოკეანეში სრულიად მარტომ, სამაშველო ნავში და გადარჩა, რის შემდეგაც 1986 წელს მან დაწერა წიგნი სათაური დინების მიხედვით 76 დღე დაკარგული ოკეანეში. 1982 წელს სტივენ კალაჰანი თავისი ნავით წავიდა ბერმუდის სანაპიროზე სამოგზაუროდ. სამწუხაროდ ნავი არასანდო აღმოჩნდა. ის არ იყო შესაბამისი იმ პირობებისთვის და ვერ გაუძლო დინებას და ტალღებს. სტივენის მიერ გაკეთებული ნავი ჩაიძირა. სტივენი გადარჩენას რეზინის ნავით ცდილობდა, სადაც ასევე რამდენიმე დღის საკვები და რეზერვი ჰქონდა გადამალული. გარდა რეზერვისა, კალაჰანს გადარჩენაში დაეხმარა წიგნი, სადაც აღწერილი იყო თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო რთულ სიტუაციაში. ზუსტად 76 დღის განმავლობაში კალაჰანი ოკეანის წყლებში მიცურავდა რეზინის ნავით. იკვებებოდა თევზებით და ჩიტებით, ხოლო დასალევად წვიმის წყალს იმარაგებდა. 76 დღის განმავლობაში კალაჰანმა შორიდან 9 გემი შეამჩნია. აქედან 2-ს ფეიერვერკიც ესროლა, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ. ბოლოს, როდესაც კალაჰანს ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, გამოჩნდა მეთევზე, რომელმაც მას ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამ 76 დღიანი საშინელი მოგზაურობის პერიოდში კალაჰანმა 25 კილოგრამი დაიკლო. ალან ბომბარი. ზოგიერთი შემთხვევით ხვდება საფრთხეს და გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. ზოგი კი თავისინებით მიდის იქ, სადაც შეიძლება საკუთარი სიცოცხლე დაკარგოს. 1952 წელს ამ ფრანგმა მოგზაურმა გადაწყვიტა ძალიან საშიში ექსპერიმენტის ნაწილი გამხდარიყო. მას ატლანტის ოკეანე უნდა გადაეცურა ნავით. როგორც პრაქტიკოსი ექიმი ზღვისპირა საავადმყოფოში, ალენ ბომბარი შოკირებული იყო იმით, რომ ყოველწლიურად ათობით და ათასობით ადამიანი იღუპებოდა ზღვაზე. ამავდროულად მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვდებოდა
იცავდა არა დახჩობისგან, სიცივისგან ან შიმშილისგან, არამედ უბრალოდ შიშისგან. ისინი დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სჯეროდათ, რომ ვერ გაუძლებდნენ განსასწრელ ზღვაში. ისინი დაიღუპნენ სასოწარკვეთილობით, ნებისყოფის ნაკლებობით, აშკარა უმიზნობით და სურვილის არ ქონით, რომ ებრძოლათ სიცოცხლისთვის და უბედურებაში მყოფი თანამებრძოლებისთვის. ის დარწმუნებული იყო, რომ ზღვაში არის ძალიან ბევრი საკვები. ადამიანმა უბრალოდ უნდა შეძლოს ამ საკვების მიღება ზღვის ცხოველების, მცენარეებისგან ან თევზებიდან. მან იცოდა, რომ ყველა სამაშველო მოწყობილობას გემზე ან ნავზე ჰქონდა ხელსაწყოების ნაკრები. ნავებზე არის ასევე გარკვეული იარაღები საზღვაო ცხოვრებისთვის, თევზაობისთვის და საბოლოოდ მათი დამზადება შეძლებისდაგვარად იმპროვიზაციითაც არის შესაძლებელი. ალანი მიცურავდა პატარა ნავით, რომელზეც გამოუვალი მდგომარეობისთვის ჰქონდა საკვები. დანარჩენი თავად უნდა მოეპოვებინა. ის 65 დღე იყო ოკეანეში, იკვებებოდა თევზებით და პლანქტონებით. ის მარაგებს არც კი შეხებია. საერთო ჯამში მან 4400 კილომეტრი გაცურა. ეს ყოველივე კი ალანმა გააკეთა ერთი მიზეზით. მან დაამტკიცა, რომ თუ კი არ დანებდები, ღია ოკეანეშიც კი შეძლებ გადარჩენას. რაც შეეხება გადარჩენის შემდეგ ამბავს, ევა ვისნიერსკას ამბავი ნამდვილად გასაოცარია. ეს გოგონა ქარმა პარაპლანით 10000 მეტრზე აიტაცა და უკვე განწირული იყო, თუმცა სასწაულებრივად შეძლო გადარჩენა. ევა ვისნიერსკა დაიბადა პოლონეთში, მან დაამთავრა უნივერსიტეტი და მოგზაურობა დაიწყო მსოფლიოს გარშემო. თუმცა მხოლოდ ერთმა შემთხვევამ მისი ცხოვრება შეცვალა და სახელი ევა ვისნიერსკა ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა. ერთ დღეს, როდესაც ევა პორტუგალიაში იყო, ერთ-ერთ კურორტზე მან შეამჩნია პარაპლანით მფრინავი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ფრენით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ისინი მიჰყვებოდნენ ქარის ნაკადს და ცაში დაფრინავდნენ. ევას ძალიან იზიდავდა მსგავსი სპორტის სახეობები, თუმცა თავად არასდროს ჰქონდა გამოცდილი ეს შეგრძნებები. ამ ყოველივემ ევაში დააგონა და მიხვდა, თუ რა უნდოდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად. ეს იყო ფრენა, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას მისცემდა. მალევე მან იპოვა შესაბამისი მწვრთნელი და კურსები გაიარა. გოგონამ ფრენა ისწავლა. ცოდნის მიღების შემდეგაც არ გაჩერდა და საქმეს შეუდგა. ევამ დაისახა მიზანი გამხდარიყო პროფესიონალი სპორტსმენი. ის არ ჩერდებოდა და გამუდმებით აუმჯობესებდა საკუთარ უნარებს. მან რამდენიმე შეჯიბრებაშიც გაიმარჯვა. მას სურდა, რომ უფრო მნიშვნელოვან შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა და ნაციონალური ნაკრების წევრიც გამხდარიყო. პოლონეთში მას სხვა სპორტსმენები არ აფასებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ევა არ იყო იმ დონის მფრინავი, რომ ქვეყნის სახელით ეასპარეზა. თუმცა მისი ნიჭი არ დაკარგულა და მალევე გერმანიის ნაკრებმა შესთავაზა კონტრაქტი. 2017 წლის 14 თებერვალს ავსტრალიამ უმასპინძლა ჩემპიონატს და 40 ქვეყნიდან 200 საუკეთესო სპორტსმენი მიიღო. თუმცა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელი იყო ამინდის ცვლილება და შესაძლებელი იყო მალეც აღრუბლებით დაფარულიყო. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. ევა და მისი ორი მეგობარი აფრინდნენ და მოულოდნელად სამივე მათგანი გამოიყო სხვა მონაწილეებს. ისინი უფრო მეტ სიმაღლეზე ადიოდნენ. ამ დროს მონაწილეთა უმეტესობა ფრენას წყვეტდა, რადგან საფრთხეს ხედავდა. თავდაჯერებული ევა ჰაერში დაფრინავდა და ფიქრობდა, რომ პარაპლანის გაკონტროლებას შეძლებდა ნებისმიერი ამინდის მიუხედავად. თუმცა სიტუაცია ყოველ წამს იცვლებოდა. პატარა ღრუბლები უზარმაზარმა ღრუბლებმა ჩაანაცვლა და ცა მოიქუფრა. ამავე დროს ძლიერი წვიმაც დაიწყო. უძლიერესი ქარის ნაკადები გოგონას ხმელი ბალახივით აქეთ-იქით აფრიალებდა. ევას იმედი ჰქონდა, რომ მას GPS-ის მეშვეობით იპოვიდნენ, თუმცა იმ დროს მისი ყველა მოწყობილობა მწყობრიდან იყო გამოსული. ჩვეულებრივ პარაპლანით მფრინავები საშუალოდ 700 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. თუმცა იმ დროისთვის ევა უკვე იქ იყო, სადაც როგორც წესი ავიალაინერები დაფრინავენ. ეს კი დაახლოებით 10000 მეტრია. ასეთ სიმაღლეზე ტემპერატურა ძალიან დაბალია. იმ დროისთვის კი იქ, სადაც ევა იმყოფებოდა, -50 გრადუსი იყო. სწორედ ამ მდგომარეობაში გოგონამ დაკარგა და ასეთ სიტუაციაში 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მოულოდნელად გოგონა ადგილიდან მოწყდა. ის გონს მოვიდა, თითქოს ვიღაცამ გრავიტაცია ჩართო. გაყინულმა პარაპლანმა ვერ გაუძლო წონას და რამდენიმე თოკი გაწყდა. პარაპლანი დაიკეცა და გოგონა მოწყვეტით დაეშვა მიწისკენ. მან ისევ დაკარგა გონება, თუმცა მოულოდნელად პარაპლანი გაიშალა და ძლიერმა შერყევამ გოგონა გამოაფხიზლა. ის მთელი ძალებით ცდილობდა ვარდნის პროცესი შეემსუბუქებინა. თუმცა პარაპლანიც უკვე დაზიანებული იყო. სწორედ მის მცდელობებს ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში ევამ რამდენჯერმე დაკარგა გონება. მალე მან გამოაღწია საშინელი ღრუბლიდან და მიწისკენ დაეშვა. დაშვება საკმაოდ მტკივნეული იყო, თუმცა მას სხეულის დამორჩილება მაინც არ შეეძლო. ევა გაყინული იწვა მიწაზე და კანკალებდა. არავინ იცოდა თუ სად იყო ევა. საბოლოოდ მან მოიკრიბა ძალები და თავისი GPS მოწყობილობა ჩართო. უკანასკნელი ძალებით ღილაკს დააჭირა თითი და თავისი კოორდინატები გაგზავნა. ამის შემდეგ კი გონება დაკარგა. მეგობრებმა საბედნიეროდ ის მაშველებზე ადრე იპოვეს და სასწრაფოდ გაათბეს. მის ჯანმრთელობას მაინც ემუქრებოდა საფრთხე. მას სხეული გაყინული ჰქონდა და დაცემისგან ნეკნებით ჩაემტვრა.
ჩიტებიც კი არ დაფრინავენ ასე მაღლა. მოგვიანებით ექსპერტებმა ისიც თქვეს, რომ სწორედ გონების დაკარგვამ გადაარჩინა ევა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონას სხეულში პროცესები შენელდა. გულმა კი ასეთი დატვირთვის ატანა შეძლო. თუმცა ეს შემთხვევა მაინც სასწაულია. თითქმის 1 საათი გოგონამ ჟანგბადის გარეშე 10,000 მეტრის სიმაღლეზე გაატარა და ცოცხალი გადარჩა. აი ასეთი იყო ადამიანების გადარჩენის საოცარი ისტორიები. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. თუ კი რაღაც ახალი და საინტერესო გაიგე ამ ვიდეოდან, მაშინ აუცილებლად გაუზიარე ის ჩვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.